რა შეიძლება მოიტანოს ამ არჩევნებმა გურეთისთვის, ევროპისთვის და პირველ ყოვლისა ბუნებრივია ჩვენთვის. ანუ ჯერ დაიწყო როგორც ლიბერალმა, შემდეგ წავიდა ოდნავ უფრო მარჯვნივ. ურბანი იყო ადამიანი, რომელიც იყო ანტიკომუნისტი, ანტირუსი. რითი ინარჩუნებდა ამდენი ხანი ორბანის ძალაუფლებას? გარდაქმნა მოხდა 2014 წელს, როდესაც მისი რეიტინგი დაეცა და მან ჩათვალა, რომ შეიძლება წააგოს არჩევნები. იყო ოლიგარქატი, გარკვეული ჯგუფი, რომელიც კიბოსავით მოედო მთელ საზოგადოებას. ორბანი რატო გავს ამათ? ოცნებას. 16 წელი კორუფცია, 16 წელი შიში. რატომ მოიგო მადიარმა? მადიარმა მოახერხა ჯერ იმედის გაჩენა, შემდეგ საკუთარი თავის ირგვლივ ბირთვის შეკვრა. მადიარის პოლიტიკა იქნება ძალიან პრაგმატული მოსკოვის მიმართ და ასევე პრაგმატული იქნება ბრიუსელის მიმართ. ფიცო წავიდა ვაშინგტონში, შეხვდა ტრამპს, დაბრუნდა, გავარდა ბერლინში და მეც უთხრა, რომ თქვენი ვარ მიშველეთ. კი. გადასკვნებს გამოიტანს თქვენი ქართული ოცნება ამ ყოველფრიდან? მე არა ვარ დარწმუნებული, რომ ქართული ოცნება აღიარებს დამარცხებას. ორბანის სახით ამათ დიდი მოკავშირე დაკარგეს, მაგრამ ერთადერთი მოკავშირე დაკარგეს. და ჩვენ ვნახავთ ჯერ ერთი გააქტიურებულ და გაცოცხლებულ ევროკავშირს, არა მარტო ჩვენთან მიმართებით, უკრაინასთან მიმართებითაც. გამარჯობა, ეთერში გადაცემა პოლიტიკური კოდი და დღეს ვისაუბრებთ უნგრეთის არჩევნებზე. უნგრეთის არჩევნებმა უკვე ჩაიარა, მოიგო ოპოზიციონერმა პიტერ მადიარმა, მაგრამ ჩვენ გადაცემის სტუმრებთან ერთად ვისაუბრებთ თუ რა უძღოდა წინ ამ არჩევნებს და რა შეიძლება მოიტანოს ამ არჩევნებმა უნგრეთისთვის, ევროპისთვის და პირველ ყოვლისა ბუნებრივია ჩვენთვის. და ჩვენ გადაცემის სტუმრები არიან თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი მელაშვილი და ილიას უნივერსიტეტის პროფესორი ლევან თარხიშვილი. მადლობა ბატონო სტუმრობისათვის. ლევან მოწვევით. შენით დავიწყებ. ფიდესთან ურთიერთობა და ორბანის წარსული. ოღონდ წარსული ბუნებრივია 2026 წლამდე. ნუ მოდი ურბანის წარსულის თუ არის ლაპარაკი, დავიწყოთ ცოტა უფრო ადრე. ურბანი იყო ადამიანი, რომელიც იყო ანტიკომუნისტი, ანტირუსი და იყო ახალგაზრდა აქტივისტი 90-იან წლებში. ბერლინის კედლის რღვევის პერიოდში. რაღაც დაახლოებით მაგ დროს წარმოთქვა ძალიან მსგებარე სიტყვა და მე ამითი მივიდა 98 წლამდე, სადაც ის იგებს ფიდესთან ერთად არჩევნებს და ხდება პრემიერ-მინისტრი. მერე 2002 წელს აგებს არჩევნებს და ეს აღიქვა როგორც პირად ტრაგედიად. და ასევე მიიჩნია, რომ სოციალ-დემოკრატები, რომელიც მოვიდნენ, ყოფილი კომუნისტები, რომელიც მოვიდნენ მაშინ ძალაუფლებაში, ისინი დააშორებდნენ უნგრეთს ევროპას. ეს იყო მისი მისია თავის დროს. და რაღაც მომენტში ჩათვალა, რომ ეს ამ მისია. და მე მახსოვს, როგორც იპპ-ის პარტიის ასე ვთქვათ, კომპანიონი პარტიის წევრი ვიყავი 2014 წლის არჩევნებამდე და მე 2014 წლის არჩევნების მერე უნგრეთში. და მე მახსოვს რამოდენიმე რაღაცა. პირველი, რასაც ლაპარაკობდნენ ფიდესში. პირველი იყო ის, რომ ჩვენ აღარასოდეს აღარ წავაგებთ არჩევნებს. ჩვენ აღარასოდეს აღარ დაუთმოთ ძალაუფლებას. ეს იყო პირველი მესიჯი და მეორე იყო, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს.
2010 წლის არჩევნები, როდესაც ურბანი დაბრუნდა ხელისუფლებაში, იყო ჩვეულებრივი არჩევნები. ანუ ის ლაპარაკობდა იმაზე, რომ ეკონომიკა ჩაფლავდა, ჩვენ მოვიდანთ ასე ვთქვათ რეფორმებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ იყო ჩვეულებრივი არჩევნები. გარდაქმნა მოხდა 2014 წელს. როდესაც მისი რეიტინგი დაეცა და მან ჩათვალა, რომ შეიძლება წააგოს არჩევნები. და აი აქ მოხდა მოდი ასე ვთქვათ, აი აქ მოხდა შეცვლა მისი მეტამორფოზი, ხო? და ეს მეტამორფოზი იყო დაკავშირებული ევროკავშირთან, რუსეთთან და ასევე ეკონომიკურ პოლიტიკას. ანუ აქ სრულად იცვლება მისი რიტორიკა რა, თუ დღეს ამბობდა რაღაცა თეთრია, უკვე აქედან იწვევს. აბსოლუტურად იცვლება რიტორიკა და იცვლება სხვადასხვა, მოდი ესე ვთქვათ, არსებობს სხვადასხვა ვერსიები, რატო იცვლება. არსებობს ვერსია, რომ უბრალოდ ჩათვალა, რომ შეიძლება წააგოს და უბრუნდები ჩემს სიტყვებს, რომ არ უნდა წააგოს არასდროს, ხო? და ამიტომ ყველაფერის ფასად შეიძლება მოგება. მეორე, რომ უბრალოდ ფული შემოაკვდა, რაც პირველს არ გამორიცხავს და მესამე, რომ შევიდა უბრალოდ კარტელულ გარიგებაში რუსეთთან, იგივე გაზზე, იგივე ატომურ კი, ხო? და ანუ აქედან რომელია მართალი? მე პირადად უფრო პირველი მგონია. რომ უბრალოდ აიღო ფული. იმიტომ რომ რომელიც არ ქონდა და რომელიც გაჩნდა რა. 2010 წლიდან 2014 წლიდან გადაწყობა სისტემის გადაწყობა ხდებოდა შემდეგნაირად. ერთი რომ დაახლოებით მიიღო ის კანონები, მთლიანად ის კანონი არა. ანუ მან ჩათვალა, რომ 2002 წელს არჩევნები წააგო მედიის გამო. და მე ეს გამიგია მის პარტიის წევრებისგან, როცა ვიყავი ვიზიტად. მეორე, რაც გააკეთა, იყო ის, რომ შეისწავლა ძალიან კარგად უნგრული ასე ვთქვათ, ამორჩევლის სურვილები. ელექტორატი შეისწავლა და შექმნა მონაცემთა ბაზა. მე მინახია ეს მონაცემთა ბაზა და შემიძლია გითხრა, რომ ეს მონაცემთა ბაზა იყო ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი. დაწყებული იქიდან, რომ თითოეული ადამიანი რას ფიქრობს, რას აკეთებს, რა უნდა აქედან დაწყებული და იყო ვარსკვლავები, რომ აი ეს არის ჩვენი ერთი ვარსკვლავი. ჩვენი პოტენციური როდისღაც გახდება ჩვენი ამორჩეველი, მეორე ვარსკვლავი შეიძლება გაჩნდეს და ასე შემდეგ. 5 ვარსკვლავამდე. 5 ვარსკვლავიანი ესე მორჩა. ჩვენია. და ეს იყო შესწავლილი თავიდან ბოლომდე. ამაზე მუშაობდნენ სადღაც 2002-დან, ანუ ოპოზიციაში რო იყვნენ მაქედან. და ამითი მოვიდნენ 2010 წელს. და მერე უკვე სახელმწიფო რესურსი გამოიყენეს იმისთვის, რომ აი ეს ადამიანები ბოლომდე მიებათ. ორბანის ვთქვათ, მართლობა ძალიან დიდი ხანი გაგრძელდა ევროპაში, 16 წელიწადი არა, ცოტა დრო რა, ანუ მე ჯერ კიდე რომ სწავლობდი ბუდაპეშტში, აი მაშინ ბრუნდება ორბანი და ოღონდ ბრუნდება, მოდი ეს ვთქვათ რა,
თუ არა ტრიუმფალურად, დიდი ხნით როგორც აღმოჩნდა საბოლოო ჯამში დაბრუნდა რა. მიზეზები რის გამოც ორბანი ამდენი ხნის განმავლობაში იყო ხელისუფლებაში, აი გიო შენთან უკვე კითხვა. აი მე მაგალითად რაც დამჩა უნგრელებს შთაბეჭდილება, გამომდინარე იქიდან რომ ენა არის ძალიან განსხვავებული, ენა ვერ ვისწავლე რა. ენების სწავლა მიყვარს, მაგრამ უნგრული სულიად სხვა ენათა ჯგუფია, ბუნებრივი ადამიანები გავიცანი და რადასკროც გამოვიტანე არის ის, რომ რაღაცებში ჩვენ გვანა რა, მაგალითად წარსულის ნოსტალგია რა. ოღონდ ერთი უარესი არა ჩვენზე უარესია გაცილებით აი ეს თან მოდი შევთანხმდეთ რომ უნგრელებს აქ უფლება რომ უფრო მეტი მიზეზი ხო და უბრალოდ არ მაცადეთ იქამდე მისვლა ერთამ არა ანუ იყო ამხელა იმპერიის მეორე დედაქალაქი რა გიორგი ზუსტად მაგ ტრიანონზე აქამდე მისვლა არ მიცალ ტრიანონამდე მისვლა არ მაცადეთ რომ ტრიანონის ზავი ანუ ტრიანონის ზავი არის აი მთელი ერის ტრავმა აი ტრავმა ტრაგედია რაც კიდე უწოდე ანუ პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ უნგრეთმა დაკარგა თავისი ტერიტორიების და მოსახლეობის ნახევარი პრაქტიკულად რა სამართლიანობისთვის ნაწილი ტერიტორიები არ იყო უნგრეთის და არც უნდა ყოფილიყო ეგრე სამართლიანობის და ატილა ხუნი რო წამოვიდა უნგარის არა ეგ ძალიან სამშობლოდან ეგ ხა ძალიან შორს წავიდა არის რეგიონები რომელიც იყო სერბებით დასახლებული არის რეგიონები რომელიც იყო რუმინელებით დასახლებული არის რეგიონები რომელიც კი ბატონო იყო უნგრელებით დასახლებული რომელიც მოეჭრა მაგრამ ეს მაინც მათ ტრავმად რჩება დღეს ანუ ისინი ხო არ ძახიან 2000 წლის ეს მათი ისტორიული სამშობლო უკვე ეს არის და რა ალტაი და ასე შემდეგ ხო რითი ინარჩუნებდა ამდენი ხანი ორბანი დაუფლებას და მე გადავიდეთ უკვე უშუალოდ არჩევნებზე რა მოხდა, იმიტომ რომ მე პესიმისტურად ვიყავი განწყობილი, ძალიან გულწრფელად. ვადასტურებ. ისეთი მესეჯები მომწერე მეთქი. ხო, არა, მე არ ველოდი, ან მე ველოდი ძალიან დიდ გაყალბებას, ამის რესურსის დიდ გამოყენებას, საუკეთესო ქართული ტრადიციებით და ველოდი ეგ მოხდა. ეგ ყველაფერი მოხდა. არ იყო, ხო. მაგრამ აი, რით შეინარჩუნა ეს ამდენი ხანი შენი? კაი, მოდ თანმიმდევრულად მივყვეთ. პირველი ტრიანონი. ისტორიული ტრავმა ზოგადად ამ ტერიტორიას ახასიათებს ძალიან სერიოზული გადაჯაჭვული ისტორიები. უნგრელების შემთხვევაში უნგრელებს ყოველთვის ჰქონდათ კომპლექსი, რომ არიან მეორე ხარისხოვანი, იმიტომ რომ არსებობდა ავსტრიის არსებობდა საღვთო რომის იმპერია. შემდეგ ამ საღვთო რომის იმპერია დაიშალა, იქ ჩრდილოეთით ჩვენ მივიღეთ გერმანული სახელმწიფოები და საბოლოო ჯამში ჩვენ მივიღეთ აი ეს ავსტრიის დომინაციით ვენის იმპერია, თავისი ჰაბსბურგების დინასტიით, თავისი ყველაფრით. ამ იმპერიაში რატო ეძახდნენ დუალისტურ მონარქიას? იმიტომ რომ ერთი იყო ავსტრიული, გერმანული საწყისი და მეორე იყო უნგრული. და თავის დროზე ეს უნგრელები ძალიან ბევრს იბრძოდნენ, რომ მათი აღქმა, აი ამ გერმანო ამ სამყაროში, რომელიც საუბრობდა გერმანულ ენაზე, ყოფილიყო არა როგორც მეორე ხარისხოვანი მოქალაქეების, არამედ როგორც პირველ ხარისხოვანის. და როდესაც ამას მიაღწიეს, მერე მოხდა პირველი მსოფლიო ომი და ამასობაში ავსტრიის იმპერია აღარ არსებობს. უნგრეთს ჩამოაჭრეს ძალიან დიდი ტერიტორიების სწორი არის, მე ვთვლი რომ ნაწილი ამ ტერიტორიების ჩამოსაჭრელი იყო რაღაცა თვალსაზრისით, იმიტომ რომ იგივე ხორვატებს და უნგრელებს არაფერი არ აკავშირებთ. სრულიად განსხვავებული უნგრელებს არაფერი აკავშირებთ მეზობლებთან სხვადასხვა. კი, ბატონო, ეგ კიდეც სხვა თემა არის და საბოლოო ჯამში ჩვენ მივიღეთ აი ეს სერიოზული კოლექტიური მეხსიერების ტრავმა, რომელიც ვერაფრით მისი გადალახვა ვერ მოხერხდა. და ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ძალაუფლების ორი წყარო არის, აი ჯერ კიდევ მაკიაველი რო წავიკითხოთ, ერთი წყარო არის, რომ შენ უყვარდე ელექტორატს, ანუ იმედის, პოზიტიური ემოციები. და მეორე ვარიანტი არის, თუ პოზიტიური ემოციები არ გამოგდის, ამ შემთხვევაში უნდა ეშინოდეთ შენ. იგივე, ეხლა ორბანთან რომ გადავიდეთ, ორბანმა თავიდან აირჩია პირველი გზა, ეს იყო პოზიტიური დღის წესრიგი, ეს იყო უნგრეთის ევროპეიზაცია, ეს იყო სოციალისტურ წარსულზე უარის თქმა, ეს იყო ბუდაპეშტში საბჭოთა ჯარების აი ამ კოლექტიური მეხსიერების დამარცხება და შესაბამისად ახალი პროექტი უნგრეთისთვის, რომელიც იქნებოდა ევროპული ღია უნგრეთი და
შემდეგ ოღონდ მან წააგო არჩევნები, როგორც თქვენ ორივე მისაუბრეთ და ახლა უკვე დაიწყო ფიქრი, რომ ოკეი, ამ პოზიტიურმა დღის წესრიგმა არ გაამართლა და როგორ შეიძლება ისეთი რაღაცა გააკეთოს, რომელიც ყოველთვის უფრო მეტ მობილიზებას გამოიწვევს, ვიდრე ოპონენტის. აი ჩვენ ყავს ერთი ცნობილი პერსონაჟი ქართულ პოლიტიკაში, რომელმაც თავის დროზე თქვა ეგეთი ფრაზა: შუას გაკრეფა. შუას გაკრეფის იდეა, ანუ პოლარიზაციის იდეა, საზოგადოების დაყოფა შენიანად და მტრად. ეგ არ არის ახალი იდეა, ყოველთვის არსებობდა. ჰიტლერი იყო და ალბათ იქამდე მაგრამ ჰიტლერმა მიიყვანა იდეალურ მოცემულობამდე. როდესაც მან დააბრალა ებრაელებს ყველაფერი, შესაბამისად მოხდა გერმანელიერის მობილიზება და ნუ ამ ყველაფერს რა მოყვა, ჩვენ ვიცით ჰოლოკოსტი, მეორე მსოფლიო ომი და ასე შემდეგ. ანუ როდესაც ხელისუფალი ახერხებს საზოგადოების მობილიზებას გარე მტრის წინააღმდეგ, უკვე ის თიშავს კოგნიტურ შესაძლებლობებს, თიშავს რაციონალურ აზროვნებას ელექტორატში და შემდეგ უკვე პავლოვის ზაღლივით რეაგირებ მხოლოდ შიშზე. რომ შენ გაშინებენ, შენ არ ვიცი, სოროსი არის ბოროტი, ზელენსკი არის ცუდი. სოროსი მის მოკავშირე იყო. სოროსი არ მარტო მოკავშირე იყო, სოროსის სტიპენდიით სწავლობდა ოქსფორდში და ბრიტანეთში სწავლისას არის ესეთი ულამაზესი შენობა ტემზის ნაპირას, რომელიც ევარდ გლედსტოუნმა ააშენა, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი იყო, ქვია National Liberal Club. ამ ლიბერალურ კლუბში არის საერთაშორისო ლიბერალური ინტერნაციონალი, რომლის ვიცე-პრეზიდენტი იყო ორბანი. მერე წავიდა IPP-ში, ანუ ჯერ დაიწყო როგორც ლიბერალმა, შემდეგ წავიდა ოდნავ უფრო მარჯვნივ ევროპის სახალხო პარტიაში. დავასწროთ, ჩვეულებრივ აკაცუკი იყო. უარეს. და შემდეგ უკვე IPP-სთვისაც კი არასაკმარისად, IPP-ც კი მისთვის არასაკმარისად მემარჯვენე იყო. ICR-ში არ გადავიდა, მაინც და მაინც, თუმცა და გადაწყვიტა რომ გააკეთოს უკვე თავისი გაერთიანება, ეს სუვერენული ერების ევროპა, ევროპის პატრიოტთა ჯგუფი და ამ ევროპის პატრიოტთა ჯგუფში ეხლა ხან გაწევრიანდა ჩვენი საყვარელი ქართული ოცნება. და აქვე დავამატებ, რომ ურბანი იყო ლიდერი მაგას. ანუ ურბანმა გააკეთა ფაქტიურად ის, რომ ანუ უნგრულ ერს მიცა საშუალება, რომ ყოფილიყო ლიდერი. ოღონდ აქაც ნახე, ცოტა კომპლექსური თემა არის, იმიტომ რომ AfD ბოლომდე არ გაწევრიანებულა გერმანელები. თან თითქოს იყვნენ მისი მოკავშირეები, მაგრამ ბოლომდე არა. უნგრელების ლიდერობა დაახლოებით როგორი ვარიანტი იცი, რომ ურემის ბოლოში აღმოჩნდნენ და უბრალოდ ბოლო მომიჯ განცხეს ეგრე არ აღიქვა. მე ვერ დაგეთანხმები. არა, ეგ რო არ აღიქვა, მე ზუსტად ის მე ზუსტად იმპერიული ნოსტალგიის ჭრილში გამიხილავ ამას, რომ აი რაღაცა მოთხოვნილება აქვს, 2015 წელს, როცა იყო სირიის ემიგრანტთა კრიზისი, ხო? უნგრეთმა უარი თქვა, არ მიუღია არც ერთი ემიგრანტი, რითიც დაუპირისპირდა დიდ ქვეყნებს, გერმანიას, ევროკავშირს, მერკელს მაშინ. მერკელს, ხო? და პლუს კიდე თქვა, რომ არა, მე ვიცავ ჩემ ტერიტორიას. ხო, მაგრამ მიყურე ორბანი რატო გავს ამათ? ოცნებას. აი მთელი ამ რიტორიკის იქეთ, მთელი ამ ვითომ სამშობლოსთვის თავდადება, ტრადიციული ღირებულებები და შემდეგ ამის უკან კორუფცია, ჩინური და არაბული ინტერესების ლობირება, ეს პედოფილიური სკანდალი, რასაც პრეზიდენტი შეეწირა და მადიარის მეუღლე, ანუ ვარგა იუსტიციის მინისტრი შეეწირა, ანუ რეალობაში ეს ყველაფერი რა აღმოჩნდა უბრალოდ რიტორიკა და სიტყვების რახარუხი და სიტყვებით თამაში იმისთვის, რომ ორბანს შეენარჩუნება და ძალაუფლება, თორე საბოლოო ჯამში არც ემიგრაცია აინტერესებდა, არც პედოფილია აინტერესებდა, ანუ პედოფილიაში ბრალდებული ტიპის შეწყალებას შეეწირა პრეზიდენტი და იუსტიციის მინისტრი და ვერავინ ვერ გარწმუნებს ადამიანს იმაში, რომ მან ორბანი არაფერ შუაში იყო, იმ პერიოდისთვის უკვე იმდენად კრისტალიზირებული იყო სისტემა და გინდა კიდე რაღაც მოგიყვები ამავე თემაში, იმიტომ რომ
კოვიდის პერიოდში ორბანი ხო გამოდიოდა ქრისტიანული ფასეულობები, ოჯახის სიწმინდე და ასე შემდეგ. ვითომ. კოვიდის პერიოდში მისი პარტიის დეპუტატი, ერთ-ერთი მთავარი სახე წამოიჭირეს ჯერ უკანონო ფართიზე, ერთ-ერთ კერძო სახლში და შემდეგ პოლიცია როცა შევიდა, კოვიდის დარღვევები იყო მთელი რიგი. აღმოჩნდა რომ ეს უბრალოდ წვეულება კი არ იყო, გეორგია იყო. და მის დეპუტატი ეს მონაწილეობდა ამ ყველაფერში. და აი აქ ჩანს ძალიან კარგად ის ორპირობა, სიცრუე და ორპირობა, რომელიც ავნებდა მთლიანად უნგრულ საზოგადოებას. ორბანს არ ჰქონდა არანაირი იდეოლოგია, ფეხებზე ეკიდა იდეოლოგია. მე მგონი, ერთადერთი პერიოდი, როცა რაღაცის ჯეროდა, იყო აი ამ სტუდენტობის პერიოდში, ის სიტყვა რომ მერეც რა, რაღაც 2004 წლამდე ალბათ. ხო. შეიძლება კი. ამის შემდეგ ორბანი გახდა ჩვეულებრივი პოლიტიკური ცხოველი, რომელსაც გვერდზე გადადო ყველანაირი იდეალები. მე ახლა მის ბიოგრაფიას როცა ვკითხულობდი, ეს შტაბ-ჭრილება შემექმნა, რომ საკმაოდ ცინიკური პიროვნება გახდა არჩევნების წაგების შემდეგ და გადაწყვიტა, რომ ხერხი ამართლებს ნებისმიერ და რომ მიზანი ამართლებს ნებისმიერ საშუალებას და ნებისმიერი ხერხი არის მისაღები იმისთვის, რომ მან შეინარჩუნოს ძალაუფლება. და როდესაც აი ამ აბსოლუტურ ძალაუფლებას მიუახლოვდა, მერე უკვე აღმოჩნდა, რომ შეიძლება თავისი მეგობრები გაამდიდროს და შემდეგ ეს გამდიდრებული მეგობრები მას მიეხმარებიან, ამიტომ ახასიათებენ ორბანის უნგრეთს როგორც მაფიოზურ სახელმწიფოს, რომ თავში არის დონივით და შემდეგ ყველა დანარჩენი ქმნის სტრუქტურებს, რომლებიც არიან უშუალოდ მისდამი დაქვემდებარებული. ეს ხომ არ არის დემოკრატია. დემოკრატიაში ჩვენ გვაქვს სტრუქტურები, რომელთა მთავარი მიზანი არის ადამიანისთვის ნორმალური გარემოს შექმნა. აჯემოღლუს აქვს ერთი ძალიან კარგი წიგნი Why Nation რატომ არ გამოძდით სხვადასხვა სახელმწიფოებს Why Nations Fail. და ამ წიგნში მას აქვს ორი ტერმინი. ერთი არის ექსტრაქტიული ინსტიტუტები და მეორე არის ინკლუზიური ინსტიტუტები. თუ ჩვენ გადავხედავთ პოსტსაბჭოთა სივრცეს 90-იანების განსაკუთრებით, ჩვენ დავინახავთ, რომ ბალტიის ქვეყნების გარდა ყველა იყო ექსტრაქტიული. რაში გამოიხატებოდა ეს? იყო ოლიგარქატი, გარკვეული ჯგუფი, რომელიც კიბოსავით მოედო მთელ საზოგადოებას, წველი და მის რესურსებს და შემდეგ მიჰქონდა ეს რესურსები და მათი შვილები, საყვარლები, მძღოლები ევროპაში მიდიოდნენ და უკვე იქ ხარჯავდნენ ამ ფულს. ეს არის ჩვეულებრივი ექსტრაქტიული სისტემა. იგივე სისტემა გააკეთა ორბანმა უნგრეთში. ოღონდ თუ პოსტსაბჭოთა სივრცეში ჩვენ გქონდა რაღაცა კაპიკები, პატარა ეკონომიკები, რომელიც ჯერ რუსეთს დეფოლტმა ხო ბოლომდე მოუხო უდიდეს ნაწილს პოსტსაბჭოთა სივრცის. უნგრეთის შემთხვევაში აღმოჩნდა, რომ 90-იანები იყო ძალიან კარგი პერიოდი. კარგი რატომ? იმიტომ რომ ამ პერიოდში დაიწყო ევროკავშირთან დაახლოება და გვიანდელ 90-იანებში პლუს კიდე გარდა ამისა უნგრეთს ჰქონდა კარგი სტარტაპი. ანუ პოსტსაბჭოთა სივრცეში უნგრეთი, იუგოსლავია ხო იყო ერთ-ერთი წამყვანი. კი ბატონო. სოციალისტურ ბანაკში ესენი არ იყვნენ მაჩანჩალები. არა. ნუ რაღაცების უფლება ჰქონდა. უნგრული და იუგოსლავიური პროდუქცია ფასობდა და რაღაცებს წარმოადგენდა. კი. და აზრი რომ დავამთავრო, უბრალოდ საბოლოო პერიოდში ორბანის მმართველობას როგორც ადრეულს 91 ეტაპს, ასევე მეორე ეტაპს დაემთხვა უზარმაზარი თანხების შემოსვლა ევროკავშირიდან. უზარმაზარი თანხები, ეს იყო სტრუქტურული ფონდები, ეს იყო ეგრეთ წოდებული cohesion ფონდები და ამ თანხების მეშვეობით ორბანმა მოახერხა, რომ შექმნა საკუთარი ეკონომიკური ელიტები, რომლებმაც შემდეგ დაიწყეს უკვე ორბანის გაძლიერება. და ძალიან ბევრი ეგეთი უაზრო პროექტი იყო, ერთ-ერთი კლასიკური ორბანიზმის ილუსტრაცია არის ორი პატარა სოფელი უნგრეთში. აი მაგალითად ჩვენთან რომ წარმოვიდიოთ, არ ვიცი. ჩუმლაყი უფრო. ამ ორ სოფელს შორის აშენდა უზარმაზარი 4-ზოლიანი ესტაკადა, რომელიც არცად არ მიდიოდა. ანუ ესტაკადა არის, წრე არის აშენებული და გზა არ მიდის. და ეს იყო რა თქმა უნდა გაკეთებული ევროკავშირის ფულით. ეს ახლა დამთხევა, მაგრამ მე დავდე ეგ პოსტი რა, ზალა ეგერსსა და ზალა შენტევანშორის. ამაზე. აი ზუსტად ამაზე მაქვს საუბარი, კი. ეს არის გზა არსაით. გზა არსაით და ესეთი პროექტები იყო უამრავი. ეს ჩანს კიდე.
და ჩვენ არ ვიცით სინამდვილეში რამდენი და რამხელა თანხები იყო გამოყოფილი ინფრასტრუქტურის განახლებაზე, რომელიც სინამდვილეში არ განახლებულა. ასე რომ ორბანს გარკვეულწილად გაუმართლა, მან მოახერხა აი ამ ეკონომიკური კეთილდღეობის გამოყენება საკუთარი იმიჯისთვის და შემდეგ უკვე როცა დაუპირისპირდა ევროკავშირს, აღმოჩნდა რომ ეს ფული ფლაციდან არ მოდის. არის ევროკავშირის საერთო ბიუჯეტი და იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფო არ ღვევს ფუნდამენტურ შეთანხმებებს, რომელიც არის ევროკავშირის ხელშეკრულებებში, ამ შემთხვევაში შეიძლება ეს თანხები დაიბლოკოს, გაიყინოს, შეიძლება ვეღარ მიიღო. ეს იყო ორბანზე პირველი ძალიან სერიოზული დარტყმა აი ამ ბოლო პერიოდის. და მეორე დარტყმა იყო ის, რომ მოსახლეობა უბრალოდ გადაიყალა. 16 წელი კორუფცია, 16 წელი შიში, იმიტომ რომ თუ ჩვენ შევხედავთ სტრუქტურას კამპანიის წინა არჩევნებზე და ამ არჩევნებზე არაფერი არ შეუცვლია. წინა არჩევნებზე იყო სოროსის პორტრეტები. ნუ გააცინებ ზელენსკის. ერთადერთი შეცვალეს მთავარი სამიზნე ამ პროპაგანდის. და ეხლა აღმოჩნდა რომ ეს უნგრელებიც არ არიან სულელი ხალხი, გადაიღალნენ, შეხედეს ამ ყველაფერს და მოახერხეს მობილიზება. მობილიზება, რომლის ფარგლებშიც უკვე ეს პარტიებმა დათმეს საკუთარი საარჩევნო ელექტორატები, დათმეს საკუთარი კამპანიის წარმოება და ყველა გაერთიანდა და ერთი ადამიანის ირგვლივ, მადი არის, რომელმაც უკვე მოახერხა ჯერ იმედის გაჩენა, იმიტომ რომ უნგრეთში აღარა იმედი იყო თითქმის გადაწურული. იყო პატარ-პატარა პარტიები, მომენტუმი მაგალითად, რომელიც იყო ძალიან კარგი ადამიანები, აკადემიური ადამიანებისგან შემდგარი. მე უფრო ვეძახი ეგეთ პარტიებს პოლიტიკურ კლუბს. პოლიტიკური კლუბი, რომელიც შევიდა პარლამენტში, მაგრამ არც თვითონ არ ჯეროდათ, რომ შეეძლოთ გამარჯვება. და ნუ რა თქმა უნდა, არც მოსახლეობას არ ჯეროდა. ამას დაემატა, მე მგონი ამაზე ლევან ჩემზე უკეთესად ისაუბრებს, საარჩევნო სისტემის გადაკეთება. რომელიც თავიდან ბოლომდე იყო გადაკეთებული ორბანის პარტიის სასარგებლოდ. მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად ჩვენ ვნახეთ, რომ მადიერმა მოახერხა ჯერ იმედის გაჩენა, შემდეგ საკუთარი თავის ირგვლივ ბირთვის შეკვრა, უკვე ჩვენ წინასწარ ვიცით, ვინ იქნებიან უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სხვა შორის ორბანი. მისი გვარი არის ორბანი. ოღონდ არაფერს შუაში არ არის ვიქტორთან, სხვა თანხმედრა არის და მან შექმნა ალტერნატივის შტაბ-ჭრილება. და როდესაც შეიქმნა ეს ალტერნატივის შტაბ-ჭრილება, აღმოჩნდა რომ ორბანის ისეთი ძლიერი ბობულო ავტოკრატი პოპულისტი კი არ იყო. იყო ჩვეულებრივი მეფე, რომელიც შიშველი იყო. ანუ პირველ რიგში რა სისტემა შექმნა ორბანმა და მე უკვე ვისაუბროთ როგორ მოიგო სისტემის შექმნიდან. ხო, ანუ 2010 წლიდან რაც გააკეთა, იყო საარჩევნო სისტემის რეფორმა კონსტიტუციის და საკუთარ თავზე მორგება, დავარქოთ. კი, დავარქოთ ეს. თავის სახელი. კი. და მეორე იყო მედიის დამორჩილება. ეს გააკეთა 2010 წლამდე. 10 წლის მერე. ანუ ეს იყო პირველი ორი რეფორმა, რაც გააკეთა ურბანმა და რის გამოც დაუპირისპირდა ევროკავშირი. და ამის მერე გადავიდა უკვე არა ნათელ მხარეზე, ხო? და რაც შეეხება საარჩევნო რეფორმას, ხო? ასევე ბჭყალებში. პირველი რაც მოხდა, ხო? იყო ის, რომ შეამცირა დეპუტატების რაოდენობა. იყო დაახლოებით 500, ეხა არის 199. ზუსტად. რატო 199 და არა 200, ეს მარტო მანიცის. პლუს რაც მოხდა, მაჟორიტარების რაოდენობა გაიზარდა. ანუ მაჟორიტარები არის დაახლოებით 2/3 და პარტიული სია არის 1/3. ეს კიდე ერთი. პლუს გარდა ამისა, რაც მოხდა, ანუ ჩვენი მსმენელები ალბათ იფიქრებენ, რომ აი საქართველოში რაც იყო 2000 წლამდე, 2024 წლამდე აი ეგ სისტემა ეტყობა. არა, ეგ სისტემაც არ არის. ანუ ცალკე ვაძლევ მაჟორიტარს,
ცალკე ვაძლევ პარტიულ სიას, მაგრამ მაჟორიტარების არ გამოყენებული ხმები მიდის პარტიულ სიაში. ანუ არ გამოყენებული ხმები რას ნიშნავს, ხო? აი ხა რაც გამოადგა ურბანს ოღონდ პირიქით. ყველა ის რო წააგო უმეტესობა მაჟორიტარული ოლქები. ეგ არის არ გამოყენებული ხმები და ამის გამო პარტიულ სიაში აიღო ბევრად უფრო მეტი ვიდრე დაჯდა. ანუ ხო იყო 54-56-ზე მე მგონი, ხო? დაახლოებით. ხო? მაგრამ მანდატების რაოდენობას რო შევხედოთ, არის 54-56-ზე. რატო? იმიტომ კი არა, რომ პროპორციულად ესია. არამედ იმიტომ, რომ წააგო მაჟორიტარული უბნები და ის უბნების ხმები წამოვიდა პროპორციულ სიაში. ანუ ძალიან რთულია. ტიპმა შექმნა სისტემა, რომელსაც რო ჩაუჯდე, აი ესე მარტივად ვერ გაიგებ რა და ეს ყველაფერი გართულა და ამის მიუხედავად წააგო. ხო, წააგო რატომ? წააგო იმიტომ, რომ პირველ რიგში ეკონომიკური კრიზისი. მეორე რის გამოც წააგო არის ის, რომ დაკარგა აი ეს ლიდერობა, რაც თქვით, ხო? რომ უნგრეთი იყო ლიდერი, აი ამ ულტრამემარჯვენეების თუ ეკონომიკური ლიდერიც იყო ერთი პერიოდი და ეხლა აღმოჩნდა რომ არის ყველაზე მაჩანჩალა ქვეყანა. მაჩანჩალა ქვეყანა, ხო? რუმინეთმა გადაასწრო, რაც უნგრელების ეგოსთვის არის სრულიად კატასტროფული. კი, ეგა, ხო? უცებ აღმოჩნდა რომ არის რუსეთის თაგვი. ხო? რუსეთის თაგუნა და სიარტოს და ლავროვის ჩანაწერები და პუტინის და ორბანის ეგეც ხო ამაყი ხალხია უნგრელები მაინც პლუს კიდე დავამატოთ რომ ჩავიდა ამერიკული დელეგაცია რომელმაც ასევე ზევიდან ქნა რომ აირჩიეთ ურბანი ხო რაც ასევე არ მოწონს უნგრელებს ანუ უნგრელები არიან ამაყი ხალხი უნგრელები არიან ნაციონალისტი ხალხი მართლა და ნოსტალგიურად იმპერიალისტური ხალხი. თან ერთადაც გავითვალისწინოთ და უცბად სმენელისთვის გამარტავ რომ უნგრელებს აქვთ ამის საფუძველი ბუდაპეშტში 12 ბელადის წრერო არის რა ნამყოფი ხარ დარწმუნებული ვარ და ძველი ლეგენდის თანახმად როდესაც უნგრელების წინაპრები ანუ ჰუნები არიან უნგრელების წინაპრები ჰანგარი ამიტომ ქვია თორე ისე თავიანთი სახელი არის მაგიარ ორშჩაკ ან მაგიარ ორშჩაკა მაგრამ ანუ ჰუნები ატილას მეთაურობით როდესაც დაეტაკენ რომის იმპერიას ლეგენდის თანახმად 3 დღე და ღამე მერე გარდაცვლების სულები ებრძოდან ერთმანეთს იმდენად დიდი ბრძოლა იყო ანუ შალონის იგივე კატალაუნის ველზე ბრძოლა არის ერთ-ერთი უდიდესი ბრძოლა იმ პერიოდში და იქამდე და იმის შემდეგაც რა ანუ 100,000-იანი არმიები დაეტაკენ ერთმანეთს ანუ ამ ხალხს აქვს კიდევაც გარკვეული საფუძველი ამ თავის სიამაყეში და პლუს რო გადავიდეთ რა რუსეთის თაგუნა და პუტინის თაგუნა რატო ეხლა ხო კიდე რო დავამატოთ პირველად მოხდა რომ არის არა გაერთიანებული ეკლექტური ოპოზიცია არამედ ერთი გამოკვეთილი ლიდერი ერთი გამოკვეთილი ლიდერი ეგ ერთი მეორე იმიტომ რომ ადამიანი არის იქიდან გამოსული და ქართული მოდი ესე ვთქვა ქართული იმისგან რა ქვია ოპოზიციისგან განსხვავებით ოღონდ აი კოცებიდან გამოსული ოპოზიციისგან განსხვავებით არ ამბობს რომ ვილაპარაკებს ზეგ ადამიანმა ილაპარაკა დღეს ილაპარაკა თავის ცოლის წინააღმდეგ მაშინ ცოლი იყო ჯერ კიდევ მერე გაცილდა ხო ილაპარაკა ის რაც ხდებოდა პარტიის შიგნით რაც ხდებოდა სახელმწიფოში ჩვენ ვერ ვეღირსეთ ჩვენ ვიცით რომ ვიცით ყველაფერი ჭორების დონეზე ჭორების დონეზე არა მან თუ ამას ვეხებით ეგ ყველაფერი ძალიან საინტერესოა ძალიან მინდა რომ შევეხოთ განვიხილოთ ეგეც ყველაზე
მეტი მსგავსება ამ სიტუაციაში არის მიშა და ზურაჟვანი ალბათ რა. შენთან გადმოვალოვეთ, ის ვთქვათ, ანუ მიშა და ზურაჟვანი, რომლებიც გამოვიდნენ მოქალაქეთა კავშირის წიაღიდან და დაუპირისპირდნენ მოქალაქეთა კავშირს. კი, და ილაპარაკეს ყველაფერი. კი. ხო. შენი პრეტენზია რასაც ეხება არის ის, რომ როდესაც გამოვიდა მადიარი, ხო, მაგრამ ხო, ფაქტი, კი ბატონო, როდესაც გამოვიდა მადიარი წინა, და ილაპარაკე ყველაფერი აღარ დაუწყია, რომ აი მე ვიტყვი, არ ვიტყვი, ეხლა ვერ ვიტყვი, მოვადროასი, მაგრამ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი რაც არის, რაც ჩვენს ოპოზიციურ სპექტრს აქტივისტების დონეზე ვამბობ, სხვა შორის მომხრეების დონეზე და შემდეგ არ ახასიათებს, არის ის, რომ აი მსგავს სცენარიო საქართველოში გამოვიდა, ანუ ქართული ოცნებიდან რომ გადმოვიდეს ვიღაც და გახდეს ოპოზიციური ლიდერი, მაღალი ალბათობით თავად ოპოზიციის მომხრეები და ცვლილების მომხრეები ჩაქოლავენ რა. შეიძლება არ დამეთანხმდეს. თუ ილაპარაკებს იმას, რაც სალაპარაკოა? სალაპარაკოა, არ ამგონია. ანუ შემოვარ მადიარი იმდანად გულწრფელი და ხალასი იყო და ალალი იყო ყველაფერში. გულწრფელი იყო, ხალასი იყო. ადეკვატური იყო. ადამიანმა ილაპარაკა ყველაფერი. გახსოვდეს რომ ეს ადამიანი 20 წელი დაახლოებით იყო ძალიან კარგად. და პლუს კიდე გარდა ამისა, რაც მნიშვნელოვანია, ცოტა ცინიკურია, მე მიყვარს ცინიზმი, ცოტა ცინიკურია, ცოტა დრო გავიდა. ანუ არჩევნები რო ყოფილიყო 4 წლის მერე, ანუ 2 წელიწადში არც დაძველდა მადიარი ამის თქმა გინდა, არც მობეზდა ვინმეს იყო სიახლე. მაგრამ ამავდროულად ეს იყო საკმარისი დრო, რომ მას აეწყო სერიოზული პარტიული სტრუქტურები, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ ვუყურებთ, აი ვცდილობთ ხო შევაფასოთ რა იყო ის რეცეპტი, რომლითაც მადიარმა დაამარცხა ავტორიტარიზმი. ორი რაღაცა არის, რასაც მე განსაკუთრებით ვამახვილებ ყურადღებას. პირველი ამაზე ვისაუბრეთ, პრინციპში ეს იყო თვითონ აი ამ ერთი ადამიანი ლიდერის ფიგურა და ალტერნატივის შექმნის შესაძლებლობა. მეორე პრინციპი მოდი სამი იყოს. მეორე იყო ის, რომ სისულელეებს არ ლაპარაკობდა. ანუ მადიარის გამოსულები თუ შეხედავ, ყოველთვის არის ძალიან კონკრეტულ თემებზე. სიტყვაზე რობიკო სტურუა დაადგამს ვეფხისტყაოსანს. ამაზე მადიარი არ გამოვიდოდა და არ დაიწყებდა მისეულ შეფასებებს, იმიტომ რომ თეატრი არ იყო ის პრიორიტეტული თემა, რაც ადარდებდა რა ერქვა იმ სოფელს შენ რო თქვი, მოკლედ იმ პატარა უნგრული სოფლების მოსახლეობას, მაგრამ ძალიან ადარდებდათ მაგალითად ფასების ზრდა, რომელიც უნგრეთში ასევე იყო. ანუ ეს მეორე თემა, ის რომ სისულელეებს არ ლაპარაკობდა. და მესამე თემა ეს იყო რკინის დისციპლინა. მადიარის კამპანია ეს იყო შექმნილი, დალაგებული საარჩევნო მანქანა, რომელიც მუშაობდა არჩევნების მოსაგებად. არაფერი ზედმეტი, არაფერი, რაც ჩვენ რო გვიყვარს ხანდახან ყურადღების გაფანტვა, ფოკუსირებული კონკრეტულ მიზანზე და მთელი ეს საარჩევნო მანქანა ზუსტად ამაზე მუშაობდა. სხვა შორის საქართველოში ქართულ ოცნებას ყავს ეგეთი სერიოზულად მომუშავე საარჩევნო მანქანა, რაც მე მინახავს. ანუ მართლა ყავთ აი ესეთი კარგად შექმნილი მექანიზმი, ინსტრუმენტები ყველაფერი და ამის მეშვეობით ახერხებენ რომ ყველა არჩევნების დროს ისინი არიან დისციპლინირებულები, ისინი არიან მესიჯზე, ისინი იმეორებენ მესიჯებს და ჩვენი მხარე არის ცოტა უფრო ქაოტური, ხანდახან გაგვირბის, ხანდახან სისულელეებსაც საუბრობთ. ამ ქაოტურობაზე ერთად ამ ქაუტურობას უბრალოდ ერთსაც ვიტყვი, როდესაც ერთი ადამიანი ხელმძღვანელობს ქაოსს, რაც უნდა შეცდომა დაუშვას ამ ერთმა ადამიანმა, თან გაითვალისწინოს, რომ ამ ერთ ადამიანს ძალიან დიდი რესურსები აქვს. ხო? შეცდომის გამოსწორების დრო მაინც გაცილებით მცირეა. მეორე მხარეს თუ არის პირობითად 10 პარტია, 20 სხვადასხვა ადამიანი გაცილებით ნაკლები რესურსით, როდესაც ნებისმიერი შეცდომის გამოსწორების დრო იზრდება. ანუ გეთახმები, ნახე უნგრული კეისი. როგორ რაღაცა იცი, გიორგი, რომ ჩვენ კი ვიძახით, რომ აი რაღაც კოალიცია გვინდა რომ ერთობა რაღაცა, მაგრამ ამ ერთობას თავისი მინუსებიც აქვს და თავისი პლუსებიც. ბუნებრივია, ნახე უნგრეთმა ორივე გზა გაიარა, ორივე გზას არის. წინა საარჩევნო ციკლში იყო კოალიცია, ფართო კოალიცია, პატარ-პატარა პარტიები, ოღონდ იმის გამო რომ საარჩევნო მოდელის ორბანმა არ აიღო უმრავლესობა მაშინაც.
48 თუ 47% ქონდა წინა არჩევნებზე. მაგრამ იმის გამო, რომ ერთმანდატიან ოლქებში მან მოახერხა საკუთარი ძლიერი კანდიდატების წამოყენება და winner takes it all სისტემა არის უნგრეთში, ანუ გამარჯვებულში 31% რომ აიღო მის კანდიდატს და ოპოზიციის ყველა კანდიდატს 69, მაინც გადიოდა ორბანის კანდიდატი, იმიტომ რომ ისი გადიოდა პირველ ადგილზე. კი ბატონო. ამის გამო მოახერხა ორბანმა საკუთარი ძალაუფლების კონსოლიდაცია წინაჯერზე. ანუ თუ საარჩევნო სისტემა უნგრელებმა გაიაზრეს ეს შეცდომა, მიხვდნენ რომ აი ესეთი ნახევრად მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის პირობებში გაცილებით უფრო მეტი შანსი აქვს ორ ძლიერ მეტოქეს, ვიდრე 5, 7 და 8-ს. გაიაზრეს და ამიტომ ახლა მივიღეთ მადიარი. ეხლა ჩვენ სხვა საარჩევნო სისტემა გვაქვს. ეგეც უნდა ვთქვათ. კი. და პლუს კიდე დავამატებ, რომ მოდი ეს ვთქვათ რა, მადიარმა რაც გააკეთა, ხო? იმან არა მარტო საზღვრა ოპოზიციური და გაერთიანა ოპოზიციური ელექტორატი. ანუ ელექტორატი, რომელიც ისე არაძლევს ხომას, არ ხდება ხოლმე რა, რომ მე დავასახელე კანდიდატი და დაუჭერე მხარი და ჩემი ელექტორატი მიდის იქ, ხო? რაც არის კოალიციის შემთხვევაში, მაჟორიტარების შემთხვევაში, ხო? ეგრე არ ხდება. ხო? ხდება ხოლმე როგორც წესი ლიდერის გარჩევო კონსოლიდაცია. თუმცა ერთ რაღაცას დავამატებ, რომ ამაში ორბანის მიეხმარა. იმიტომ რომ ორბანი იმდენად ყავდა უკვე ყველას ყელში ამოსული, რომ როგორც კი გამოჩნდა ადეკვატური პოლიტიკური ძალა, რომელმაც შექმნა შთაბეჭდილება, რომ მას შეუძლია იყოს ალტერნატივა, იმ წუთასვე ელექტორატი გადავიდა, რომ ოკეი, გადავიდეთ ამათ. ხო, ანუ ოპოზიცია შეერთიანა და პლუს კიდე გადმოიყვანა ურბანის და გადმოიყვანა რატო? იმიტომ რომ ცოტა ისე რომ ვთქვათ, ხო, ახალგაზრდა ურბანია. ანუ 90-იანი წლების ურბანია. ლაპარაკობს დაახლოებით იგივეს ანტირუსული ცოტა ოღონდ არა ძალიან ანტირუსული, პროევროპული, ოღონდ არა ძალიან პროევროპული. მაგას გეუბნები. ანუ პროუნგრული რა. პროუნგრული. ანუ რაც უნდა რომ უნგრელ ადამიანს მოისმინოს, ის ესმის. და თან პლუს კიდე ეუბნება რომ აი ეს ფული რო არის გაყინული. მაგას მოგცემ. ეს ჩვენი ფულია. ხო, ეს ჩვენი ფულია და მაგას მოგცემ. ოღონდ ვის გამო არის გაყინული? ამის გამო არის გაყინული. აი ჩვენ რატო დავკარგეთ ევროკავშირის უზარმაზარი ფული ახლა? ამაზე რო გავჩერდეთ, ამ მომენტზე რა პრინციპში რის გამოც მოიგო მადიარმა რა. მადიარი იყო ანტირუსული, მაგრამ არა ძალიან ანტირუსული. მაგალითად ამბობს რომ ნავთობი და გაზი რუსეთისგან უნდა შევისყიდოთ, იმიტომ რომ ეს ჩვენს ინტერესებშია. მაგრამ ამავდროულად ამბობს რომ აი ატომური სადგურის მშენებლობა როსატომთან ერთად კორუფციული სქემებია და ამ სქემებში ჩვენ უნდა ჩავიხედოთ, ხო? მოხდა რომ მთელი საარჩევნო კამპანია, ხო ეხლა ბუდაპეშტის მეტროს ვიდეო რო გავიხსენოთ, აი რუსკი ჰაზანგ და რაღაცა რუსებო წადი სახში, მაგრამ არა უყურე, მაგრამ ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ამის მიუხედავად მადიარის პოლიტიკა იქნება ძალიან პრაგმატული მოსკოვის მიმართ და ასევე პრაგმატული იქნება ბრიუსელის მიმართ და სულ ამას ვიძახი რომ ანუ ქართული პოლიტიკოსი როცა პოზიციონირებას ახდენ არა ის საჭირო ის პრო ბრიუსელი, პრო ვაშინგტონი თუ პრო ასე შემდეგ და ასე შემდეგ პირველ რიგში ჩვენი ბედი წყდება აქ პირველ რიგში მაინც ჩვენ გადავწყვეტ რა იქნება და როგორ იქნება თუნ კონტრასტი მე მგონი მაინც საჭიროა არა ბუნებრივია არა ანუ ჩვენი ბედი სამარყანდში წყდება როგორც ვოლსკი თუ ტაშკენტში თუ დუშანბე არ მახსოვს სადღაც ეგეთი არ დუშანბე არა ბუნებრივია და გაცილებით ახლა ბუნებრივია ეგ ყველაფერი მაგას არ უარყოფ და გაცილებით დიდი როლი აქვს დღევანდელ მსოფლიოში ბრიუსელს და ვაშინგტონს ვიდრე ნებისმიერ სხვა დედაქალაქს მაგრამ რომ დაუბრუნდეთ მადიარის გამარჯვებას მადიარი იყო ზომიერი მადიარი იყო ცენტრში მადიარი არ სთავაზობდა რადიკალურ ცვლილებას მაგრამ სთავაზობდა ცვლილებას მადიარმა
ქართულ რეალობას რომ მოვარგოთ, პირობითად გაერთიანა რაღაც ალტინფო და გირჩი. შეიძლება ცუდი მაგალითია, უბრალოდ ცუდი მაგალითია. მე მგონი ალტინფო ვერ გაერთიანა, იმიტომ რომ ალტინფოს თავისი პარტია აქვს, რომელსაც 5 დეპუტატი მიჰაზანკია ეგ პარტია, ხო? ანუ თუ მაინდა-მაინც დღევანდელი ის გინდა, გახარია ლეონიდას გაიქაჩა რა. გახარიას რო ეთქვა რა მოხდა? ოღონდ ვინ რო გაერთიანებინა? გახარიას რო ეთქვა რა მოხდა? 20 ივნისს მაგალითად. დავუშვათ. თქვა, მაგრამ მე ვის აერთიანებს თქო გახარია, ანუ ლეონო გახარია, რა ვიცი. ნაციონალური მოძრაობის მომხრეებს და მადიარმა ეგ მოახერხა. მაგას გეუბნები რომ მადიარმა ის მოახერხა, რაც ქართულ რეალობაში შეიძლება ვერ მოხერხდეს. ხო, მაგრამ შენ სწორე ის გააკეთა, რა ქვია, ანალოგია 2003 წლის. ანუ ჟოანია სააკაშვილი. უბრალოდ 99 წელი იყო. ეგ 2000 იყო უბრალოდ. ჟოანია სააკაშვილი. ანუ ოპოზიცია იყო ჩაძირული და ახალი ძალა გამოჩნდა. ეხლა ეს ანალოგია არ გვაქვს. აქ ეგ ერთი, მეორე განსხვავება რაც არის. მე არა ვარ დარწმუნებული, რომ ქართული ოცნება აღიარებს დამარცხებას. ხო, ეს მეორე პრობლემაა. ეგ მეორე პრობლემა. და გვაქვს მაგალითი, ხო? 24 წელს დამარცხდა და არ აღიარა. მესამე განსხვავება რაც არის ის, რომ ურბანს არ გამოუყვანია ჯარები და სადამჟელო ოპერაცია. არც ტიტუშკები ყოფილა და არც ვითომ ძველი ბიჭები საარჩევნო უბანზე. და პლუს კიდე საარჩევნო უბანზე იყვნენ. საარჩევნო უბანთან ისეთები ხდებოდა უნგრეთში, რომ იგივე ხდებოდა ჩვენთან. მართლა? თავისი მოსყიდვებით, თავისი კარტოფილებით, მოსყიდვები იყო, მაგრამ კოორდინატორებით, კოორდინატორები იყო, მოსყიდვები იყო, მაგრამ არ ყოფილა პირდაპირ ფიზიკური ძალადობის ის ხარისხი, რაც აქ რატო არ ყოფილა, იცი? იმიტომ რომ ხალხი იყო გარეთ. არჩევნების წინა დღეს თუ ნახე, ხო? ბუდაპეშტში გამოვიდა გარეთ. რასაც მე პირადად ვეხოცებოდი ჩვენ ოპოზიციას 2024 წლის არჩევნებზე. რომ ესე ნანანას თუ მივალთ არჩევნებს. არ მოხერხდა ეგ. არ მოხერხდა. არა, ეს წარმოუდგენელი იყო, ანუ ვიგებთ, ხო, გასაგებია რომ გჭირდება мотиваციისთვის, რომ იგებ და რაღაცა. მაგრამ როდესაც იცი, როგორი გაყალბება იქნება, როდესაც იცი, რომ შეიძლება ძალიან თავისუფლად მიიწერონ და ასე შემდეგ, ამ დროს რაღაც მაქსიმალური მობილიზაციაზე ვარ თქვა, ნუ აღარ მინდა ამ თემას გავყვე. და პლუს კიდე მე არ მინდა რომ ვისაც გინდა შევეკამათები და დავადასტურებ რატო ვეკამათები, ხო? არ მინდა რომ უნგრეთის მაგალითმა გამოიწვიოს ის, რომ აი ეხლა ჩვენ ხვალვე მივიღოთ რაღაც არჩევნებში მონაწილეობა და მოვიგოთ. აი მოდი ამაზე შევჩერდეთ კერძოდ. რა შეგვიძლია გადმოვიტანოთ უნგრული გამოცდილებიდან? მე ჩემსაც ბოლოში დავაფიქსირებ. უბრალოდ კითხვა არის შემდეგი. უნგრული გამოცდილება რამდენად გამოადგება საქართველოს და რავი სხვა ქვეყნების გამოცდილება ხო არსებობს, რომელიც გაცილებით მეტად ადეკვატური იქნება ჩვენ ვითარებაში, იგივე იუგოსლავიის გამოცდილება მილოშევიჩის დროს ოპოზიციის გაერთიანებას გულისხმობს, როდესაც ერთპიროვნული რაღაც ერთი ლიდერი მაინც არ იყო. მოდი დავიწყოთ აი საბაზისო რაღაცით, რაც გააკეთა მადიარმა და რაც მე მგონი ჩვენც აუცილებლად უნდა გავაკეთოთ. ანუ ორი რაღაცა არის, რაც თქვი. პირველი ეს არის ფოკუსი. ანუ უნდა ჩამოყალიბდეთ ჩვენი ოპოზიციური აქტორები უნდა ჩამოყალიბდნენ და ისაუბრონ კონკრეტულ თემატიკაზე, კონკრეტული თემები. არანაირი გვერდზე გასვლა. რაც კიდე უფრო მნიშვნელოვანია, არ ისაუბრონ იმაზე, რაც არ არის მნიშვნელოვანი. რაც არ არის მნიშვნელოვანი, კი. ანუ უნდა მოხდეს კონკრეტული ჩარჩოების შექმნა და ამ ჩარჩოების ფარგლებში ჩვენ უნდა ჩავთვალოთ, რომ მუდმივი კამპანიის რეჟიმში ვართ, არიან ბოდიში და ამ მუდმივი კამპანიის პირობებში აქვთ კონკრეტული ჩარჩო, რომლიდანაც არც მარჯვნივ გადიან, არც მარცხნივ. ეს პირველი. ანუ კონკრეტული
message box-ი და ზედმეტი არ უნდა იყოს ნათქვამი. ეს პირველი. მეორე ეს არის რკინის დისციპლინა. თუ არის ნათქვამი, რომ დილის 7 საათზე მივდივართ ვანკიტში, მიდიან ვანკიტში, უნდა წავიდნენ ამა და ამ სოფელში. გასაგებია რომ ჩვენთან არის პრობლემები, გასაგებია რომ ჩვენთან რეგიონებში გასვლა გაცილებით უფრო რთული არის, ვიდრე უნგრეთში ან თუნდაც სერბეთში, მაგრამ თუ რეგიონებთან კომუნიკაცია არ დამყარდება, თუ რეგიონში არსებული პრობლემების შესახებ ოპოზიცია არ დაიწყებს საუბარს, ამ შემთხვევაში ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება, მათ ძალიან გაუჭირდებათ, რომ მოახერხონ რეჟიმის გარდატეხა, იმიტომ რომ მადიარმა რაც გააკეთა, ეს იყო რეჟიმის ციტადელების გარდატეხა. ანუ ჩვენ წარმოგვიდგენია, რომ დღეს ოპოზიცია მოიგო საჩხერე. მადიარმა მოიგო ორბანის მშობლიური მუნიციპალიტეტი არის გალურჯებული მის სახმა ტისას, მის პარტიას. აი ორი არის ჩემი აზრით, რითაც უნდა დავიწყოთ. ანუ ფუნდამენტი ეს არის. დისციპლინა და საკომუნიკაციო სტრატეგიის გაწერა, რომელსაც ყველა შეასრულებს. და დანარჩენი უკვე რა თქმა უნდა არის განსხვავებებიც, რა თქმა უნდა ჩვენთან ავტორიტარიზმის დონე არის გაცილებით განსხვავებული, რა თქმა უნდა ჩვენთან რეჟიმის მხრიდან ძალადობის დონე არის გაცილებით განსხვავებული, რა თქმა უნდა ჩვენთან ეკონომიკა და ეკონომიკური პრობლემები არის, ეკონომიკური რესურსი არის განსხვავებული. ორბანი ყველაფრის მიუხედავად ანუ ორბანის პირადი ფული, პირადი რესურსი ვერ შეედრება უნგრეთის მშპ-ს. ხო, თუმცა გუნდის კი, რა თქმა უნდა. ისა შეედრებოდა. რა თქმა უნდა, კი. ასე რომ ესეც უნდა გავითვალისწინოთ, რომ არის განსხვავებები, მაგრამ არის რაღაცა ფუნდამენტური, მნიშვნელოვანი წერტილები, მომენტები, რისი გათვალისწინებაც არის სრულიად შესაძლებელი. ხა დისციპლინა, პარტიული დისციპლინას გულისხმობ. არის ისეთი რამ, რაც გაკეთებადია, თუ ამის საკმარისი რესურსი და მონდომება იქნება. არაფერი რაღაცა რთული და გაუგებარი ამაში არ არის. ოღონდ ეგ პარტიული დისციპლინა იქნება თუ კოალიციური დისციპლინა, ეგ არის აქ ერთ-ერთი მთავარი მომენტი ჩემი აზრით, იმიტომ რომ მსგავსი ტიპის გამოჩენას, ან მსგავსი ტიპის ლიდერის გამოჩენას, ხო? უნგრეთის შემთხვევაში მოყვა ან დახვდა ისეთი სიტუაცია, როდესაც სხვა ოპოზიციური ლიდერები ან არ იყვენ, ან გვერდზე გაიწიენ და ასე შემდეგ რა. ჩვენთანაც რაღაცა ეგეთი უნდა მოხდეს. საბოლოო ჯამში თუ მოხდება კოალიციური მექანიზმის შემუშავება, რომლის ფარგლებშიც მოქნილი სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება იქნება შესაძლებელი, ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა ეს კოალიციური მართვის მოდელი იქნება თუ ერთი ლიდერის. შენ თუ გონია რომ მადიარი საკუთარ პარტიაში ერთპიროვნულად იღებს გადაწყვეტილებებს, ესე არ არის. არ არის. ამიტომ როგორ იქნება გადაწყვეტილება მიღებული, ეს არის ტექნიკური საკითხი. მთავარი არის რომ შემდეგ როცა ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ის რა თქმა უნდა საჭიროა რომ სწრაფად იყოს მიღებული და ასე შემდეგ, ეგ სხვა არის, მაგრამ უკვე მერე ეს გადაწყვეტილება უნდა შესრულდეს დისციპლინით. კი ბატონო. გასაგებია. ლევონ, შენ რა თქმა უნდა? კი, დავეთანხმები აბსოლუტურად და პლუს კიდე დავამატებ, რომ ადამიანებმა უნდა გაითვალისწინონ რეალობა. ანუ რეალობა რაც გვაქვს, ხო? რეალობა გვაქვს ის რაც გვაქვს. ჩვენთან არ გამოდის როგორც ჩანს რომ იყოს ერთი რაღაც პარტია, ხო? კი ბატონო, იყოს კოალიცია, ოღონდ კოალიცია უნდა მოქმედდეს აი ზუსტად ესე, როგორც გიორგიმ თქვა. მარტივია ეგ. ეგ ერთი და მეორე რამაც იმუშავა უნგრეთში არის გულწრფელობა. ანუ ადამიანმა მოყვა ყველაფერი. და მოიარა ყველაფერი. ხო, მოვივლი, მოიარა. ხო. ფაშინიანიც იგივე გააკეთა. კი, ჩავიდა იქ, სადაც არ ჩასულა არავინ. ჩვენები აკეთებენ? კი, აკეთებენ. ოღონდ ხვდებიან თავისიან აქტივისტებს, ხო? ხო და აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ ჩვენ გვინდა არჩევნებით ამ ცვლილების მიღწევა, ხო? მაშინ უნდა იყოს არჩევნები. ის რაც იყო 24 წელს და რაც იყო 25 წელს, ეს არჩევნები არ იყო. არჩევნები რო იყოს, რამოდენიმე პირობა უნდა შესრულდეს. და რა პირობები?
ხო? შემიძლია ეხავე ვთქვა, ეხავე თქვი. კი ბატონო, უნდა შეიცვალოს ანუ პირველ რიგში უნდა გამოუშვას ყველა პოლიტპატიმარი, ხო? ანუ არ შეიძლება რომ ხო. ეგ მნიშვნელოვანი განსხვავებაა. კი. უნგრეთში არ იყო ეგ. ეგ პირველ რიგში. მეორე შეწყდეს ყველა პოლიტიკური საქმე, ისა რა ქვია, საქმეები. ხო? ანუ გამოუშვეს თქვათ სიტყვაზე ვაშაძე, გვარამია, მაგრამ საქმეები გრძელდება, ხო? ხვალზე შეუძლია დაიჭირო, ხო? ისევე როგორც სხვა აქტივისტების. ეგ კი ბატონო. მესამე ეს რაც შეეხება პოლიტიკურ ამნისტიას, ხო? ის კანონები, რაც შემოღებული იქნა 2024 წლის მერე, ხო? როგორც მინიმუმ უნდა გაჩერდეს, ხო? და ამის მაგალითი არსებობს, ხო? არასრულებენ. ხო? მორატორიუმი დაიდოს. ეხლა გადმოვიდეთ საარჩევნო იმაზე. შეიცვალოს CSKO, შეიცვალოს საოლქო, გადადგნენ მარტივად. და CSKO-ში ვინც არიან, ზუსტად ვიცნობ. და ზუსტად ვიცი, რომ თუ უბრძანებენ ზევიდან, გადადგებიან ძალიან მარტივად. რა დასკვნებს გამოიტანს თქვენი ქართული ოცნება ამ ყველაფრიდან? იმიტომ რომ შეიძლება დასკვნა გამოიტანოს არა ის, რომ ხელისუფლებიდან წასვლაც შეიძლება დასკვნა შეიძლება სულაც საზიამოვნო გამოიტანოს. და კიდე ერთი საკითხი მე რაც ვერ გავიგე. აი დიდი ფსონის დადება რატომ უნდათ ორბანზე. ნუ ბევრი მომენტი გასაგებია, უბრალოდ ჩემი პირადი აზრით ოდნავ გადააჭარბეს და გადაამლაშეს. აი რა ჯანდაბად უნდა ამდენი ვიზიტი ბუდაპეშტში და ამდენი აქცენტი ამ ორბანის გამარჯვებაზე, იმიტომ რომ პრაქტიკულად ქართული ოცნების ყველა პროპაგანდის სოციქსელებში, თავის სატელევიზიო გადაცემებში. ეს არის ყველაზე მარტივი. სად უნდა წასულიყო? ეს არის ყველაზე მარტივი კითხვა, რაც დღეს დაგისვამს. კი ბატონო, სად უნდა წასულიყო? სხვაგან მართლა ვერცად ვერ მიდიოდა. ანუ ქართული ოცნების და ევროკავშირის ურთიერთობები არის განულებული. და ბიჭო, ამას არ უესწრაფოდით, ღირსებით, ორფეხზე. ხო, მაგრამ ევროპაში და ჩვენ აღმოჩნდა რომ მე მინდა ამ თვალთმაქცევამდე მივიდენ რომ ბიჭო ერთდროულად ევროპის დედაც ისე ასე რაღაცა ღირსებით ეს როგორ ვკადრეთ რაღაცა და შენ გახსოვს საარჩევნო პერიოდში ამავდროულად ევროპაში უნდათ ბიჭებს და შენ გახსოვს საარჩევნო პერიოდში ოცნება რას ამბობდა რომ ისინი მიდიან ევროკავშირში ოღონდ ორბანის ევროკავშირში და ეხლა აღმოჩნდა რომ ორბანის ეს ფრაზა არ მახსოვდა სიმართლე გითხრა ხო იყო ეგრე იყო ოღონდ კონსერვატიულ ევროკავშირში და არ არის ეს ამათი ევროპა ან ურსულა ფონ დერ ლაიენზე და ფრიდრიხ მერცზე უფრო კარგი მეოჯახე და კონსერვატიული ტიპი თუ არსებობდეს ევროკავშირში. და ამავე დროს პედოფილების გამართლებელი და შემწყალებელი ორბანის ხელისუფლება. აი როგორ ჯდება ეს კონსერვატიული. არანაირად არ ჯდება. ამაში არის საქმე, როცა ჩვენ საუბრობთ რომ ქართული ოცნება აბოლებს საქართველოს მოსახლეობას. გასლაითინგი არის პოლიტიკური ტერმინი ქართულად. ზუსტი თარგმანი არ გვაქვს, მაგრამ მე ვიყენებ დაბოლებას. კი მესმის რომ ჟარგონულია, მაგრამ აკადემიურად აბოლებს რა. მიწევს მის შემოყვანა. ეს არის ორმაგი სტანდარტები არ არის. ეს არის შავზე თეთრის და თეთრზე შავის სხვა. მოყრის მგმობი, მტრის არ მცნობი. კი ბატონო. ნუ ამი ეგ ხდება. ძალიან მარტივია რა, ვებსაუზნის სპექტაკლი გაიხსენეთ. ეგ რომ დაედგა ვიღაცა სხვას და არა რობიკოს. ვიღაცას ვინც ოპოზიციას ხარს უჭერდა. არა, არც უჭერს. უბრალოდ არ იყო რობიკოს სტურუა, რომელიც ქართული ოცნების მითოსისთვის არის მთავარი საყრდენი და ხო. ებიზის ნაცვლად რობიკოს სტურუა მოკლა რუსთაველი და ქართული ოცნების პროპაგანდა ცუდ დღეში. ანუ ეს ლოგიკა გასაგებია. კაი, მოდი დაუბრუნდეთ შენ შეკითხვას. იმიტომ რომ პასუხი არის მარტივი. არ მიესრულებათ არსად ბერლინში არ იღებენ უნდათ ძალიან უნდათ არ ეთყობათ რამდენი ვიზიტი იყო ბოჭორიშვილის უნგრეთში რატო დადიოდა ამ უნგრეთში და არა იმას ზანზიბარში ან სადმე დუშანბეში პუშკაში არა ამდენჯერ დამყოფ ბუდაპეშტში რაც ესენი იყვნენ წელიწადს გამოშვებული 12 ჯერ იყვნენ მგონი ხო და მაგაშია საქმე შენ ხო შეეძლო დუშანბეში ჩასულიყო შეეძლო მაგრამ არ მიდის ბუდაპეშტში იმიტომ რომ გავს ევროპული ქალაქია თუნდაც ეს ევროპა ამერიკელების დადიან იქ
სიპაკი. ეს კიდე ცალკე თემაა, ფსევდოკონსერვატიზმი, მაგრამ ამაზე არ მინდა გავჩერდე, იმიტომ რომ მართლა თავიდან ბოლომდე მინდა ქართულ თემატიკას, ქართული კუთხით შევეხო, იმიტომ რომ ჩვენ საქართველოში ვცხოვრობთ, ჩვენც მაინც რაც უნდა თავი მოვიტყოთ, ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც საქართველოში რაც ხდება ეგაა, თორე ეგრე ხა ბალოჯებსა და პაკისტანს შორის გაგანია ომია და საქართველოს მოსახლეობის 99% ეს არც აინტერესებს, არც იცის და მართალიცაა და ან ქართულ კონტექსტზე მინდა ვილაპარაკო, აი მაგრამ როგორ გარდაისახებ, როგორ გადმოვა ეს ქართულ კონტექსტში, ან რა დასკვნებს გამოვიტანს ქართული ოცნება, გარდა იმისა, რომ ევროპაში ათი დამკვირვებელი არ უნდა გაუშვოს. ნუ ამ დასკვნას ალბათ გამოიტანე. ნუ მე ეჭვი მაქვს, რომ დასკვნა იქნება, რომ არჩევნები არ უნდა ჩაატარონ, რა. ხო, კი ბატონო, ვერ ვიტყვი რამე ისაც ამ. ანუ არჩევნები ოღონდ. ის ცირკი არა, რა ცირკი არა, ხო. ცირკს ჩაატარებენ დიდი სიამოვნებით. თუმცა ის უნდა გაიაზრონ, რომ ორბანის გარეშე ნებისმიერი ასეთი მაიმუნობის ფასი გაცილებით უფრო მაღალი იქნება ქართული ოცნებისთვის, ვიდრე აქამდე იყო. აქამდე ივანიშვილის ლოგიკა, ამაზე ადრე ვისაუბრეთ, ივანიშვილის ლოგიკა რა იყო, რომ ამერიკელებს შეუძლიათ, მაგრამ არ უნდათ, ევროპელებს უნდათ, მაგრამ არ შეუძლიათ. იმიტომ რომ არსებობს ევროპული საბჭო, რომელიც განსხვავებას იღებს კონსენსუსით. კონსენსუსის დამბლოკველი ყავდათ ვიქტორ ორბანი, რომელიც ჩვენ ნახეთ სიარტო როგორ იცავდა რუს ოლიგარქებს და გამოყავდა ისინი სანქციებიდან. ნუ ახლა მე ორბანი ვნახეთ, რომელიც ეუბნება თაგუნავარო და სიარტო როგორ გაამტყუნებ. ორბანი ვნახეთ, რომელიც პუტინს ეუბნებოდა, რომ თაგუნია არის და ახლა წარმოიდგინე რა ტიპის შეთანხმებები ქონდა ქართულ ოცნებას და ორბანს. და გაითვალისწინე, რომ ფიცო ძალიან კაი ხანია, რაც გაჩვენებულია. ფიცო წავიდა ვაშინგტონში, ძალიან გაჩერებულია ფიცო. აი ურბანი თუ თაგუნა ფიცო არ ვიცი რაც არის რა. ფიცო წავიდა ვაშინგტონში, შეხვდა ტრამპს, დაბრუნდა, გავარდა ბერლინში და მერც უთხრა, რომ თქვენი ვარ მიშველეთ. კი. აი ის სხვა შეიძლება შედაც ახსენე, რაც მე გამოჟონა პრესაში, ფიცო როგორ მოიხსენიებს ტრამპს ძალიან ცუდად და აგდებულად. ამაზე გქონდა შენ ახლა აქცენტი, ხო ესეა? ეს შემდეგ რაც გამოვიდა. ხო, მოგედო ორბანის სახით ამათ დიდი მოკავშირე დაკარგეს, მაგრამ ერთადერთი მოკავშირე დაკარგეს. ევროკავშირის შიგნით მინდა რომ ამაზე გაჩერდა გიორგი, ანუ რა დაკარგეს? ფაქტია, ხო, ფაქტია, რომ დიდი ინვესტიცია ჩადეს ახლა. უზარმაზარი. ხო. აი რა დაკარგეს? დაკარგეს უპირველეს ყოვლისა ფარი. ფარი, რომელიც ევროპულ საბჭოში ბლოკავდა, ჯერთი ბლოკავდა ყველაფერს და მეორე პირდაპირ მიჰქონდა ქართულ, არა მარტო ქართულ ოცნება, კრემლშიც. კრემლში და ქართულ ოცნებაში მიჰქონდა ინფორმაცია, რას აპირებდა ევროკავშირი. მე დარწმუნებული ვარ, რომ უნგრეთის ელჩი აქ იგივეს აკეთებდა ევროკავშირის ელჩების შეკრებებიდან, მერე ალბათ ურეკავდა საგარეოში და უყვებოდა, რომ აი ხვალ ამას აპირებენ და რაღაცაერად მოემზადეთ. ეს არხი ჩაიხსნება ერთი. მეორე რეალური ქმედებები მთელი ამ დროის განმავლობაში ევროკავშირი ცდილობდა რომ ყოფილიყო თანმიმდევრული. თქვენს რომ საქართველოს მოსახლეობის დაესჯა ოცნების ქმედებების გამო არ გვინდა და აქამდე ყველაფერს აკეთებდნენ რომ თან მოეფიქრებინათ რაღაცა ძალიან კომპლექსური მექანიზმები რომ ქართულ ოცნებას ეგრძნო ევროპელების უკმაყოფილება, მაგრამ ამავდროულად არ დავსჯილვიყავით მე და შენ. ამის გამო იყო საუბარი ამ სერვის პასპორტებისთვის ვიზა ლიბერალიზაციის გაუქმებაზე. იმიტომ რომ ევროკავშირს უნდოდა კონკრეტული ადამიანების დასჯა, სანქციების მექანიზმით, სხვა მექანიზმით, სხვადასხვა გზით და ორბანი ამას ბლოკავდა, ვეტოს ადებდა. და ამიტომ მათ მოუწიათ მოეფიქრებინათ იურიდიული კაზუისტიკა, აი ამ შეხებოდნენ ვიზა ლიბერალიზაციას, რომელთან შეხება არ უნდოდა არავის. და მაგიტომ მოუწიათ აი ამ სერვის პასპორტებისთვის ასეთი გამოსავალის მოფიქრება. ახლა უკვე ასეთი კაზუისტიკური გამოსავლები აღარ არის საჭირო. ევროპული საბჭო შეიკრიბება ახლა, ზუსტად ახლა იგეგმება საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს ჩატარება უახლოეს პერიოდში, სპეციალურად დაამტყვიეს, მე დარწმუნებული ვარ, რომ სპეციალურად დაამტყვიეს უნგრეთში არჩევნების შემდეგ პერიოდს და ჩვენ ვნახავთ ჯერ ერთი გააქტიურებულ და გაცოცხლებულ ევროკავშირს, არა მარტო ჩვენთან მიმართებით, უკრაინასთან მიმართებითაც, ეს ერთი და მეორე ჩვენ დავინახავთ, რომ ქართულ ოცნებას რეალურად მოუწევს დასავლეთთან სერიოზული ფასის გადახდა ყველა თავისი გამოხტომისთვის. მე სულ ვიძახით, რომ ქართულ ოცნებაში აი ეს ორსახუნება, ეს
ფარისეულობა ყველაზე მეტად რაც ჩემს მიუღებელია და გეთანხმები. და რაც მაოცებს, ანუ არ შეიძლება მე თუ ახლა ვიტყვი რომ გიორგი მელაშვილი ჩემს არის მიუღებელი. გამარჯვებას არ გეტყვი ცხოვრების განმავლობაში. რა არათუ შენთან მოვალ ანუ ევროკავშირით ხან უნდათ, ხან არ უნდათ, ხან მაკრო წარმოიდგინე თუ გახსოვს შენ ეგ ეპიზოდი მაკრონი, მერცი, სტარმერი თუ არ ვცდები და ტუსკი მატარებლით რო ჩავდნენ კიევში და იქ ეს ხელსახოცის ეპიზოდი იყო. ხელსახოცში ვითომ კოკაინი იყო და გაიყნოს ეს. ნუ ახლა ჯერ ხო იდიოტი უნდა იყო რომ დაიჯერო რომ კოკაინი გაიყნოს ეს და აი ამას შეინ პირობით ჭიკიკოს გაძლევენ აესე მორთმეულს ფოტოსურათით. მაგრამ ჯანდაბას ეგ ყველაფერი ჯანდაბას დავიჯერეთ. ჯანდაბას კოკაინში კი მაკრონი. ბიჭო აქედან აი ამაზე ხო ატყდა საშინელი პროპაგანდა აქ პოსტივი იმედი ყველანი ეს სალფეთკი ატრიალეს ყველა ბრუნვაში და მაკრონი და ერთი კვირა გადის და აი მაკრონმა კოპენჰაგენშია შეხვედრა და უბრალოდ ბიჭო აი უბრალოდ ხარზე ხელი წამოარტყა ირაკლი კობახიძეს ვაიმე ატყდა ჩვენთან პროპაგანდა ამ ისევ და ისევ იგივე ქალბატონიშება ვაშინგტონში კი მე ვერ ხვდები რა ლოგიკაში ჯდება აი ეს ქმედებები თუ არ გინდა ეს ევროპა რა გინდა ნუ მიდიხარ ნურც კოპენჰაგენში ნურც ბუდაპეშტში ნურც ბრატისლავაში გაეშვი რა თუ გინდა წესიერად მოიქეცი და ელაპარაკე დედის გინების და ასე შემდეგ გარეშე ხო და აი ამ კონტექსტში მაინტერესებს ეხლა რა აი რა მოუდინები გეკრებათ მე მაგალითად ჯერჯერობით დუმილიდან დიდ დასკვნები ვერ გამომგო ფაქტია რომ კონფუზი იყო მათთვის რა ანუ დიდად სასიამოვნო სიტუაციაში არ არიან მოხვედრილები მაგრამ მოუდინები რა გაქვს რა სასიამოვნო სიტუაცია გააგზავნეს უზარმაზარი დელეგაცია ჭალებში სადამკვირვებელია მაყრიონი გაუშვეს საკუთარი საუკეთესო საუკეთესო პროპაგანდისტები, ხო, ჟურნალისტები. მოგვახსენეს რომ ურბანი იგებდა. და რომლებმაც მოგვახსენეს რომ ეკრანზე ვერ ხედავენ რა წერია. ანუ მთელი ფსონი იყო დადებული რომ ახლა ჩამოვიდოდნენ და იქნებოდა ზარზეიმი რომ ორბანმა მოიგო. წინასწარ მოუწვევი იყო ფაქტიურად წინასწარ მიულოცეს ორბანს. რა თქმა უნდა. ამას ემატება სანამ არ დაიწყო Facebook-ზე დაპოსტები რომ ქართულ ოცნებას არ მიულოცავს მადიარისთვის გამარჯვება, მანამდე არაფერი არ ქნეს. ფიცომ დაასწრო ქართულ ოცნებას მადიარისთვის მოლოცვა. ჯორჯა მელონი, იტალია, რომელიც მართლა იყო ორბანის მეგობარი და მოკავშირე. კი. იმან დაასწრო ქართულ ოცნებას, კი? და ისინი ელოდნენ, სანამ არ ატყდა სერიოზული ხმაური სოციალებში, რომ რაშვები თქვენ უნგრეთს, საყვარელ უნგრეთს რატო არ ულოცავთ, მანამდე არაფერი არ ქნეს. ეგენი არაფერს აღიარებენ, აი არაფერი უღიარებია და არაფერს აღიარებენ. არა, ნუ ეხა აღიარება რომ შევცდით ნუ მოელოდები რა. იქნება რომ deep state-მა გაიმარჯვა. ამას უკვე ამბობენ. არა, მე შათინიშვილის წერილი მომეწონა ძალიან. ეგ ერთი ვარიანტია. გამომჩა ეგ. რომ JD Vance-ი გააგზავნეს იმისთვის რომ ორბანს აიგო არჩევნებში. ეგ სტოპ-პილოტი დაიჭირეს. სლენგი რო. ანუ აი ამის გაგრძელება იქნება რომ deep state-მა გაიმარჯვა. მეორე იქნება რომ აი ესაა დემოკრატია. ამაში მართლები არიან, ეს არის დემოკრატია. ესაა დემოკრატია. და მესამე ვარიანტი ძნელად წარმომიდგენია, რომ საბოლოოდ ჩახსნან ყველაფერი. არ ამგონია. რაღაცა ის ჭირდებათ რა. და ასევე ვარიანტია ის რაც აი ხა სანამ ამოვიდოდით რუსული პროპაგანდისტი დემიტრევის ის იყო მესიჯი რომ 4 თვის მერე ვნახოთო მადიარი დაშლის ევროკავშირს. კიმბერლი ლოუ მე ძალიან მიყვარს ქართული ოცნების პროპაგანდის საილუსტრაციოდ. აი ამაზე უფრო კვეთრი არაფერი არ აქვს. ეგ აი ამაში არაფერი არ არის, სადაც და ვეცდები ახსნა ლოგიკა. თქვენ თუ გახსოვთ რუსული კანონი რო იყო ამ პერიოდში გაიმართა ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა ბიზნესმენებთან. და სხვა ბიზნესმენებთან და ნუ მოდი ესე ავიღოთ რა
პირობითად პროპაგანდით მოტყუებული რაღაც მოსახლეობის ნაწილისგან განსხვავებით მე იმულზე არ მაწუხებს რომ ქართულ ბიზნესმენებს პროპაგანდით დიდად ტვინს ვერ აურევ რა ანუ შენ აურევ თუ ვერა ვერ აურევ და ანუ 2 წლის განმავლობაში წარმოიდგინე ქართული ოცნება რასაც ამბობს საგარეო პოლიტიკაში პრაქტიკულად არაფერი არ დაჯდა. არაფერი არ გამართლა. არაფერი არ დაჯდა. არაადეკვატური საგარეო პოლიტიკაა. ყურე? გადაცემაში საგარეო არა არსებობს. არა გვაქვს საგარეო პოლიტიკა, მაგრამ ყურე, ეხლა კიდე ერთი მომენტია. კიდე ერთი მომენტია, რომ აბსოლუტური სუვერენიტეტი არსებობს მხოლოდ უკაცრიელ კუნძულს. მან არავის არ აინტერესებს შენი ცხოვრება, არც შენა ჩრდილოეთ სენტინელის კუნძული ინდოეთის ოკეანეში. ჩრდილოეთ კორეა. ჩრდილოეთ კორეაც ვერა აბსოლუტურად სუვერენული, სხვადასხვა ხა ჩინეთს გაგახსენებ და რუსეთს, მაგრამ უყურე რისკენ მიმყავს, რომ ნებისმიერი ქვეყანა დამოკიდებულია სხვა ქვეყანაზე. გერმანია დამოკიდებულია ტაივანზე გაცილებით მეტად, ვიდრე პირობითად მეზობელ დანიაზე. ამერიკას დამოკიდებულია მექსიკაზე თუ კანადაზე თუ ჩინეთზე. ან ყველა ქვეყანა ერთმანეთზე დამოკიდებულია და ამ დროს როდესაც შენ მსხვილი ბიზნესმენი ხარ თუ რა, საშუალო განქანების ბიზნესმენი ხარ თუ უბრალოდ მოქალაქე, რომელზეც პროპაგანდა არ მოქმედებს და ფიქრობ უბრალოდ მიხვედი იქამდე, რომ ამათ რაც თქვეს საგარეო პოლიტიკაში არაფერი არ გამართლა და იქნება და საგარეო პოლიტიკა საერთოდ არ აგვაქვს რა და ამ ხრივაც ჩემი ეთეს ურბანის მარცხი კიდე უფრო დადასტურებაა, კიდე ერთი დადასტურება ამ ყველაფრის რა. მე შემიძლია დაუჯდე და ჩამოგითვალო ყველა შემთხვევა, როცა ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკური გათვლა არ გამართლდა უკრაინაში ომის დაწყებიდან. მაშინ რო იგონათ სამდეში რო დაეცემა კიევი, უბრალოდ ძალიან დიდ დროს აიღეს. არა, ეს მოკლედ თქვი და წავიდეთ კიდე დასასრულისკენ. მე უფრო აქეთ წამოვალ. ანუ დავიწყოთ წულუკიანმა რითი დაიწყო. ირანელებს შეუწყვიტა ვიზა. ეს როდის დაიწყო, უბრალოდ ძალიან დიდი ხანია ქართული ოცნება. 2013 წელს. ხო. როცა იყო იუსტიციის მინისტრი. შემოსვლა უვიზოთ შეუწყვიტა. დღეს რა გვაქვს ირანთან, ვიცით ხო? კი ბატონო. ეს ერთი მაგალითი. კალაძეს იმას გაგახსენებ მეიდანზე ერთ ქუჩაზე ხდება ყველაფერიო, ხო? რუშევსკაიის ქუჩაზე ხდება ყველაფერი. ეგ მეორე მაგალითი. და ძალიან ბევრი მაგალითის მოყანა შემილია აი ესეთი. აი ეგ გასაგები, მაგრამ შენ ძალიან შორიდან მოუყვები და მე ვამბობ ბოლო მე მიყვარს შორიდან მოყვა. არა, მე სპეციალურად უკრაინაში ვომ, იმიტომ რომ ამის მერე დაიწყო სრული დომხალი. აი 2 წელი ავიღოთ. ბოლო 2 წელი ავიღოთ. რა მაგას კი ტრამპთან დაალაგებას გვპირდებოდნენ? გვპირდებოდნენ. ტრამპი მოდალაგდა. ამერიკის ვიზის მიღება გართულდა, გამკაცრდა ქართული ოცნების ქმედებების გამო. არა, უყურეთან რა ქვეყნებთან ერთად აღმოჩნდით ერთ კატეგორიაში? ეგეც ხომ მნიშვნელოვანია. ევროპული ქვეყნებიდან ჩვენ ვართ მარტო და აზიური ქვეყნებიდან ყირგიზეთია. მე. და აღმოჩნდით კამბოჯასთან ერთ კალათაში, რა. ეს რაც შეეხება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს. თან იცი რა მომწონს კიდე სპეციალურად რო გააგზავნეს დელეგაცია, ის დელეგაციის წევრები კაპიტოლიუმთან დადგნენ, ვიდეოები ჩაწერეს, ჩამოვიდნენ და მეორე დღეს მივიღეთ გამკაცრება. არა, ჯერ გამკაცრება. მეორეს ამბობ შენ. გამკაცრებას, როდესაც ნიკოლოზი რა გვარია ხმეთ. საპარლამენტო დელეგაცია წავდაში. სამხარაძე ლაშხი. ნიკოლოზ სამხარაძის დელეგაციაზე ამბობ შენ ხა. კი. ესე იგი, შემდეგ წავიდა ჩვენს უფროსი. საუბრობდით ირანზე იყო საუბარი. არა, ეს ახალზე მიმდინარეობს. ეს ჯერ კიდე პოლკოვნიკი, გენერალი. ჩავიდა და იმ დღესვე გაანათეს ჯანდაბას. ქართველების გენოციდი აზეიმა ირანის საელჩომ. ოი, სასწაული იყო, ხო. ქართველების გენოციდი. ანუ ჩვენ ტრიანონზე ვლაპარაკობთ უნგრელებს. უბრუნდები ჩემ იმას რა, რითიც დავიწყეთ, ხო? ირანისთვის, ირანელი მოქალაქეებისთვის ვიზის შეწყვეტით. ამით დაიწყო ქართულმა ოცნებამ. და სხვა შორის ერთი რაც მინდა უცებად დავამატო, ევროკავშირთან ურთიერთობის დალაგებაც აუცილებლად იყო. ევროპარლამენტის არჩევნები გახსოვს? ევროპარლამენტის არჩევნებზე მთელი ქართული ოცნების პროპაგანდისტული მანქანა ამბობდა, რომ ეხლა გერმანიაში AfD მოიგებს, საფრანგეთში ლეპენი მოიგებს, იქ ეს ვერ მოიგეს აშკარად. იტალიაში მელონის არჩევნების პერიოდში
ასევე მე მახსოვს რომ ქართული ოცნება ძალიან ბედნიერი იყო რომ ელონი იგებდა, იმიტომ რომ ეგონათ რომ ეს იყო მორიგი სილვიო ბერლუსკონი, პუტინისტი. ნუ აღმოჩნდა რომ ეს ქალი კი მემარჯვენე არის, მაგრამ სრულიად ადეკვატური, ძალიან ადეკვატური საგარეო პოლიტიკის მატარებელი არის. ეგ სხვა შორის ძალიან დიდი მინუსია, რომ რეალურად დღევანდელ სოფლიოში მე ასე ვუყვები ნაღდი მემარჯვენეობა ჩაანაცვლა იაფფასიანმა პოპულიზმმა, თორე ნეტამს რა ნაღდი მემარჯვენე ნორმალური. მემარჯვენე ცენტრისტი პირობითად. დიზრაელი მოინდომა შენ თუ რომელი? რეიგანი გინდა. პირო, იცი რა არის, თუნდაც იყოს, აი, მარგარეტ ტეტჩერი კიდე. ზოგადად პოლიტიკური შეხედულებები თუ ავიღოთ, მე ვარ მაინც ცენტრისტი რა, საბოლოო ჯამში ცენტრისტი მემარჯვენე გადახრით და ზოგადად ნამეტანი არაფერი არ ვარგა, მაგრამ დღევანდელ სოფლიოში მემარცხენეს და მემარჯვენე ერთნაირად პოპულისტია რა. რასაც გინდა იმას იმაპარაკებს, ოღონდ ხელისუფლებაში მოვიდეს. ხშირად ეგ არის. ეგ იყო ურბანის შემთხვევაში. ეგ იყო ურბანი. მეტი არაფერი. კლასიკური ეგ იყო. მოკლედ რომ შევაჯამოთ. კი ბატონო. წავიდეთ. დისციპლინა, მესიჯი, ადეკვატურობა მე ვითხოვდი მთელ რიგ საკითხებზე, იმიტომ რომ ეგეც იყო მადიარის კამპანიის მნიშვნელოვანი მახასიათებელი, რომ როცა სიარტო და ურბანი ხან თავს ადარებდნენ საკუთარ თავს, ხან არ ვიცი რას, მადიარი ჩანდა როგორც სრულიად ადეკვატური, ნორმალური ადამიანი, რომელსაც შეიძლება ჩააბაროს სახელმწიფო ასეთ მძიმე პერიოდში. თან იცის ამბავი, შიდა ამბავი იცის, გამოაქვს ამბავი, იცის რა უნდა და რაც გიორგიმ თქვა, ინარჩუნებს აი ამ ბალანსს. აი ეგ არის გამოსავალი. კი ბატონო. და ერთიანობა. არ გამოდის ერთი ლიდერი. ხო, ერთმანეთის დაჭმის გარეშე, ხო, კი ბატონო. და ზეგ ვილაპარაკებ არა, ილაპარაკენ დღეს. თუ რამე გაქვს სათქმელი. ზეგ ნუღა გადაგვიდა. ან კათოლიკური იმისი არ იყოს, რა ქვია, ჯურისტერისა, ან ეხლა თქვი, ან არ თქვა არასდროს რა. დაბომდის ამარაჯამოთ. კი ბატონო, აბსოლუტურად მისაღები. დიდი მადლობა. საინტერესო საუბარი. მადლობა, იმედია მაყურებელს არ დაიგალა. კი ბატონო. დიდი მადლობა მაყურებელსაც. ეთერში იყო გადაცემა პოლიტიკური კოდი YouTube პლატფორმაზე. მისმინე, გამოკვლევით YouTube-ზე და სოციალურ ქსელებში.